წიგნის ვაუჩერი. ევროპის კვირეულის ფარგლებში უმაღლესი განათლების საკითხებზე ევროკავშირის პროექტის დასკვნითი კონფერენციაც მოეწყო. პროექტი ტემპუს მეოთხე საქართველოში უკვე მესამე წელია მიმდინარეობს და მიზნად ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტების თანამშრომლობასა და ახალი ჰუმანიტარული ფაკულტეტების დანერგვას ისახავს. დასკვნის საერთაშორისო კონფერენციაში 8 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომ ზოგადად ამ ევროკავშირის პროექტში მონაწილეობს, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი. შეიქმნა ტემპუსის კეთილმოწყობილი ოთახი, ისეთი აპარატურაც კი დაიდგა, რომ ვიდეო კონფერენციების მოწყობა შეიძლება დასავლეთის უნივერსიტეტებთან. ამ პროექტმა კონკრეტულად იყო ეს მიმართულება ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარების თვალსაზრისით. ჩვენმა თანამშრომლებმა მიიღეს დიდი გამოცდილება და ეს უდავოდ წაადგება უნივერსიტეტს. ამ პროექტის შედეგად დაენერგა ისეთი დისციპლინა სოხუმის უნივერსიტეტში, როგორც არის კულტურის მენეჯმენტი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და ამავდროულად ჩვენ გავაკეთეთ ძალიან დიდი კვლევა, ისე კი კვლევის, რომელიც ეხებოდა სოციალურ პარტნიორებს, მათთან მუშაობას, ჰუმანიტარული დარგის ამაღლებას საქართველოში და კერძოდ ჩვენს უნივერსიტეტში. პროექტის დიდი დამსახურება ისაა, რომ ჩვენ ერთმანეთთან დავაკავშირეთ როგორც უნივერსიტეტების, ასევე სამინისტროების წარმომადგენლები. ამ პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტებში უკვე ინერგება ახალი ფაკულტეტი, რაც ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე კვალიფიციური კადრების დასაქმებას.